მოწმობლისა და დასავლისა წმინდისა და ამი ჩვენთან ნაზმეთი. არც და იმის. ძმანოდან ჩვენ დღეს მარკოზის სახარების მნიშვნელოვანი ტექსტი წავიკითხეთ, სადაც მაცხოვარი მიუთითებს თავისი ეპოქის ადამიანებს თუ რა უნდა გააკეთონ მათ, რათა მოიპოვონ სასუფეველი ღვთისა. მაცხოვარი ასევე მიუთითებს იმაზეც, რომ როგორია მისი ხვედრი ამქვეყნიური, სად ცხოვრობს ის, როგორია მისი ამქვეყნიური პირობები და რას თავაზობს ზოგადად საზოგადოებას ის, აი ამქვეყნიური სიამტკბილობის, ამქვეყნიური გართობისა თუ ყოფაცხოვრების ნაცვლად. და ამიტომ როდესაც დღეს მაცხოვარი ეუბნება ერთ ადამიანს, რომ მელთაო ხრელი უჩნდეს და ფრინველთა ცისათაო საყოფელიო, ძესა კაცისასა არა აქვსო, ადგილი სადაც თავი მოიდრიკოსო. ანუ მაცხოვრის მდგომარეობა ესეთია, ერთი შეხედვით თუ თანამედროვე თვალსაჩინარიდან გადავხედავთ ამას ყოველივეს, დავინახავთ, რომ მაცხოვარმა მიატოვა სახლი, ხო, ფაქტობრივად ოჯახში, სადაც ის იზრდებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთა და მართან იოსებთან ერთად, ის სახლი მიატოვა. მისი ცხოვრება არის ესეთი განდეგილური, კაცმა არ იცის რას შეჭამენ ის და თავისი მოწაფეები, სად მოუწევთ მოსვენება, სად დაძინება, სად გაგვიძება, ეს ყველაფერი არის უკვე წარმოუდგენელი და ყველაფერი ღვთის განგებულების ხელშია. როცა ამ დროს ადამიანს შეუძლია იყოს ძალიან მოწყობილი, ძალიან კომფორტული ცხოვრებით. ასევე ხედავთ, რომ მაცხოვარი პირდაპირ უპირისპირდება იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა ფარისევლებს და მწიგნობრებს. ანუ ის რელიგიური ხედვა, რომელიც არსებობდა თითქოს და გარეგნულად მოწესრიგებული, შინაგანად იყო აბსოლუტურად დამპალი და ამიტომ ამასაც მაცხოვარი ცალსახად ემიჯნება. ემიჯნება პოლიტიკურ ხედვებს, რომელიც იმ ეპოქაში არსებობდა. მას რეალურად შეეძლო ყოფილიყო მეფე იმ იუდეველებისა, იმიტომ რომ ეს თვითონ იუდეველებმაც განაცხადეს, რომ სურდათ ის მეფედ დაედგინათ, როდესაც პური ესე იგი გაამრავლა და 5,000 ადამიანი დააპურა, ეს არაერთგზის გააკეთა. ამიტომ ყოველთვის, როცა ქრისტეში ხედავდნენ ამას სოფლის დიდების მოთბიალობას, ამას სოფლისაკენ ტოლვას, ქრისტე ამას ყოველივეს გაურბოდა. ქრისტე ამას ყოველივეს ემალებოდა და თავდაბლობით ახორციელებდა თავის აღსასრულებელ მისიას. ეს იყო მკვდართა აღდგენა, სნეულთა მკურნალობა, განკურნება, უამრავი კეთროვანი აღადგინა და ყოველივე ამის საპასუხოდ მისთვის თანამედროვე ეპოქის ადამიანებმა განაცხადეს, რომ ის იყო შეურაცხყოფი. ესეთი იყო პირველი შეფასება ნათესავების და შინაურების მხრიდან. და ერთი შეხედვით, როდესაც გადავხედავთ დღევანდელი თვალსაჩინარისად, ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამბობს უარს კომფორტზე, ამბობს დაუშვათ თანამდებობაზე, უარს კარგი ცხოვრებაზე და ყოველივე ამაზე ამბობს უარს და რეალურად, როდესაც ეს შეუძლია, ჩვენც დღევანდელი ადამიანის თვალსაჩინარიც ესეთია, ეს გიჟია, არანორმალურია, რა თუნდოდა დაუშვათ რომ წავიდა მონასტერში, როცა მას ყველაფერი ჰქონდა, შეეძლო ცხოვრება მოეწყო კარგად, წესიერად და ასევე ამბობენ სხვათა შორის ეკლესიაში მოსულ ადამიანებზეც, ხო, როდესაც ხედავთ ჩვენ რეალურად, რომ ადამიანები, რომლებმაც თქვა უარი ამ ყველაფერზე, ამ ქვეყნიურზე, ხო,
თქვა უარი იმ ცხოვრების წესზე, რომელიც დღეს ფართოდ არის მისაღები და მიღებული, როცა შეიძლება ადამიანმა დღეს ჭამა სვას, გაიხაროს, იცხოვროს აღვირახსნელი ცხოვრები და ეს დღევანდელი ცხოვრების ნორმა და წესი გახდა და აი ამაზე ყველაფერზე ამბობს უარს თანამედროვე ადამიანი. ესევე ეწყება მასიც, მის წინააღმდეგს იწყება, რომ ეს შეურაცხადია, ეს ცოტა ვერ არის, ეს ადამიანი ან პირფერია და მლიქნელია და გარეგნულად აკეთებს ამას და თამაშობს წმინდანობას იტყვიან, ან რაიმე სხვას 1003 იტყვიან, ოღონდ არა მთავარს და ძირეულს, რომ ამ ადამიანმა ისურვა აი ამ ყოველივესგან განთავისუფლება და ეს ყველაფერი გააკეთა ქრისტესთვის. აი ესეთი იყო ქრისტეს პირველი მოწოდება, რომ ესე იგი პირველი რაც გააკეთა, რომ განუცხადა ამ ადამიანებს, რომ ესე იგი მელიასო ხრელიაკო სადაცო ადგილი, სადაცო მოისვენებსო და ძეკაცისას საერთოდ არაფერი არ აქვს. სად უნდა დაიძინოს, სად უნდა გაიღვიძოს, კაცმა არ იცის. მეორე იყო მომენტი, როდესაც პირდაპირ ეუბნება, რომ მე მინდა წამოყვევ, მაგრამ მაცალეო დაუფლა მამა ჩემიო და მაშინ მაცხოვრე ეუბნება, აცალე დაფლოთ თვისთავ გვდართავ. აქ ჩვენ ცხადია მაცხოვარი არ გვეუბნება, რომ არ მივაგოთ პატივი მშობლებს და მithumetes მიცვალებულებს, მაგრამ აქ სულიერ მიცვალებულებზეა ლაპარაკი, წმენდა და სულიერ მიცვალებული ვინ არის, ვინც ამას სოფელში ხედავს მთლიანად გამოსავალს, როდესაც ადამიანი მთლიანად ამას სოფლისაგანია და სულიერად მკვდარია, ხომ? ასეთი თუნდაც მამა იყოს, მას უნდა განეშო. იმიტომ რომ განეშორო შეიძლება პირდაპირ ოჯახიდან არ წამოყვიდე, მაგრამ მის მსოფლმხედველობას, მის შეხედულებას აღარ უნდა დაუგდო ყური, აღარ უნდა გაიზიარო, იმიტომ რომ ის მთლიანად ამქვეყნიურია, მისთვის ზეციური ხედვა დახშულია და ესეთი ადამიანი ვერ ხედავს გამოსავალს. ამაზეა ლაპარაკი, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ არავის არ უნდა დაუჯეროთ გარდა ეკლესიისა და ეკლესიის სწავლებისა, ვინც ამას რეალურად გვასწავლეს. ამისი მითითება და მინიშნება მოგცა მაცხოვარმა თვითონ თავისი სიტყვებით და როდესაც არაერთის განაცხადა ამის შესახებ, რომ ჯუმჯობესას შესვლად მოიკვეთო მარჯვენა შენი თუ ის გაცდუნებსო, ხო? ან მოითხარეო თვალი შენიო, ხო? რატო ამბობს? ეს თვალი და ხელი ეს პირობითად არის ნათქვამი და არა პირდაპირ გაგებით, ხო? ჩვენ ხელს ხო არ ვიჭრით და თვალს არ ვიტყვით. არამედ ის საცდურები უნდა მოვიკვეთოთ, რომლებიც ჩვენ დღევანდელ დროში გვაწუხებს და რეალურად არსებობს ჩვენს ცხოვრებაში. კიდევ ერთი დიდი ბრალდება და უდიდესი ტკივილი მიაყენა წიგნობრებმა და ფარისევლებმა, როდესაც მას პირდაპირ ეშმაკეული უწოდეს. ანუ როდესაც უთხრეს, რომ აი ბელზებელითა ძალითა განაგდებს ეშმაკთა. ანუ მაცხოვარი ჩვენ რეალურად ხედავთ, რომ უამრავი ეშმაკიეული ადამიანი განგურნა და განდევნა მათგან ეშმაკები და ეს არაერთგზის არის სახარებაში მითითებული, მაგრამ ამის დაჯერება არ სურს იმ დროინდელ კაცობრიობას, არ სურს დაინახოს რეალური სასწაული, რომელიც მათ ცხოვრებაში მოხდა და ეს ყველაფერი მათ ირგვლივ ხდებოდა და საშინელი ცილის წარმებით, საშინელი ბრალდებით არიან ქრისტეს მიმართ განშვალულები და ეს ბრალდება არის, რომ ის არის ეშმაკეული. მაშინ მაცხოვარი ცხადია პასუხობს მათ, რომ ის ყოველივეს აკეთებს მამის მიერ და რომ ის მამა მასშია და მამა ის მამაში და ამითი აი ამ საღვთისმეტყველო უდიდეს ცნებას და უდიდეს დოგმატსაც გვასწავლის, რომ ქრისტე არის ორ ბუნების წმამდადანო, ღვთაებრივის და კაცობრივის, რომ ღვთაებრივი ბუნებით ის მუდმივად მამასთან მყოფია, ხოლო კაცობრივი ბუნებით ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა ადამიანი იხსნას ცოდვისაგან. ეს არის ერთ-ერთი ძირეული საკვანძო დოგმატი მართლმადიდებელი ეკლესიისა, მაგრამ ამის დაჯერება იმ დროინდელ ადამიანს არ სურდა. იგივე არ სურს
თანამედროვე ადამიანსაც, როდესაც მაცხოვარი ეუბნება ყველა თანამედროვესაც, რომ განვიშოროთ ყოველგვარ კომფორტს, განვიშოროთ და უპირველესად ვეძიოთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და დანარჩენი ეს ყოველივე შეგეძინოს თქვენო. ეს არის პირდაპირ მითითება. ჩვენ კიდე ამას როგორც წესი არ ვაკეთებთ, ხო? იმიტომ რომ გვიყვარს ამ ქვეყნიური სოფელი, ამ სოფლის საზრუნავები. მაცხოვარი გვეუბნება ჩვენ, რომ გიყვარდეთ მტერნი შენიო, მარჯვენაში მოგარტყამენ, მარცხენა შეუშვირეთო, მაგრამ ჩვენ როგორ ვიქცევთ? ჩვენ პირიქით ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად საპირისპიროდ, ვინახავთ აი ამ ბოღმას დიდხანს ჩვენს გულებსა და სულებში, რამენაირად და ვეძებთ ხელსაყრელ მომენტს, როდის ამოვანთხივთ ეს ყველაფერი და აი ესე ვფიქრობთ ამიტომ მოვისვენოთ. სინამდვილეში სწორედ ჩვენ ვართ ის არანორმალურები, ის გიჟები, ის ეშმაკისეულები, რომლებიც ესე ვიქცევით და ამას ვაკეთებთ ჩვენ არც თუ ისე იშვიათად. ასე რომ აი ეს მანკიერებები, რომელიც ჰქონდა იმ დროინდელ კაცობრიობას ქრისტესთან მიმართებაში და ეს კარგად გამოვლინდა, რომ ნათესავები, ახლობლები, ოჯახის წევრები იქ არ გულისხმობთ იოსებსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დანარჩენებს, რომლებიც მისცემლები იყვნენ, იქ ძმები ყავდა იოსებისაგან, ხო? იოსების შვილები იყვნენ ოჯახის წევრები, იქ ნათესაობა, მეგობრები, მეზობლები, ესენი ყველა ხედავდა ქრისტეს, თავისი მის ცხოვრებას ხედავდნენ, ბავშვობიდან მათთან ერთად იზრდებოდა, ხო? და უეცრად დგება ჟამი 30 წლის ასაკში, იწყებს მისიონერულ მოღვაწეობას, იწყებს განდეგილურ მოღვაწეობას, მიდის ოჯახიდან ქრისტე, იწყება აბსოლუტურად სხვა ცხოვრება და ეს ცხოვრება არის იმ ეპოქისთვის მიუღებელი, იმიტომ რომ ქრისტემ აბსოლუტურად თავდაყირა დააყენა ის ფასეულობები, რომელიც იმ დროინდელ ეპოქას ჰქონდა. მან შემოიტანა ახალი სიცოცხლე სარწმუნოებრივი, რომელიც უკვე ჩამკვდარი იყო იუდეველებში და მით უფრო წარმართულ სამყაროში, რომელიც იმ ეპოქაში არსებობდა. ქრისტემ შემოიტანა ეს ნათელი და თავად ბრძანა, რომ მე ვარ ნათელი სოფლისაო და რომელი მოვიდეს ჩემ და შემომიდგეს მეო, მან იხილოსო ნათელიო და არა მოჩნდეს წყდიაჩიო. ასე რომ აი ეს არის დღევანდელი სახარების მთავარი სათქმელი, რომ თანამედროვე ადამიანმაც უნდა დაინახოს ქრისტეში გადარჩენა, მიუხედავად ყველა იმ განსაცდელისა, რომელიც ჩვენს დროს მოდის, არავინ და ვერავინ ვერ გვიშველის ჩვენ გარდა ქრისტეს. არ არსებობს ხსნა სხვა ძმამდადანო, არ არსებობს ნუგეში, შეიძლება გქონდეს ეს ნუგეში მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან, მაგრამ ეს ნუგეში ყოველთვის არის ძალიან მწირი, ძალიან უსუსური და შეუძლებელია სრული ნუგეში იპოვო ამ ქვეყნად ნებისმიერი ადამიანისა, რაც არ უნდა ახლობელი იყოს ის. ამიტომ ამას მაცხოვარი ჩვენ ცალსახად გვეუბნება, რომ დღეს სასუფეველსა ღვთისასა უნდა ეძიებდეს და სიმართლესა მისა და დანარჩენი ყოველივე გვექნება ჩვენ. ეს არის უდიდესი სიტყვები მანუგეშებელი. ასევე მაცხოვარი ამბობს უდიდეს მანუგეშებელ სიტყვებს, რომ ვინც აღასრულოს ნებაი მამისაო და ნება ჩემიო, ის არის ძმა და მეგობარი ჩემიო. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ნუგეში ძმამდადანო ქრისტიანისათვის, როდესაც მაცხოვარი თვითონ გვეუბნება, რომ ეს არის ძმა და მეგობარი ჩემი, ვინც ღვთის ნებას აღასრულებს. ასე რომ ჩვენი პირველი საზრუნავით სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ვეძიებდეთ აი ამ სიმართლეს ღვთისას და ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ის ამ ქვეყნიური საცდურები გადავდოთ და მოვიპოვოთ ჭეშმარიტი ორიენტირი, ჭეშმარიტი ხედვა სარწმუნოებისა, რაც არის დასაბამი და საწინდარი სასუფეველისა. მერთმა დაგვლოცოს და წყალობა და კურთხევა და მადლი ამოგვაგდოს ჩვენ და სრულიად საქართველოს.